მინდა მივულოცო ყველა ქართველს, მთლიანად საქართველოს დღევანდელი დღე და ვამცნო, რომ ლევილის მამული დაბრუნებულია. ის დაუბრუნდა ქართველ ხალხს, რომლის სახსრებითაც 1920-იან წლებში ის იქნა შეძენილი და იყო მრავალი ათეული წლის მანძილზე საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის კერა. ჩვენ ძალიან რთული მოლაპარაკებები ვაწარმოეთ ბოლო 2 წლის მანძილზე, ხშირად გვეგონა რომ ვერ მივაღწევდით შედეგს, იმდენად მაღალი იყო მეორე მხრიდან მოთხოვნები თუ თხოვნები, მაგრამ 9 აპრილს რაზეც შევთანხმდით პარიზში, იმ პროექტის შესრულების პირობით დღეს ოჯახებმა ხელი მოაწერეს მამულის საქართველოსთვის დაბრუნებას. მე მინდა ყველას უთხრა მადლობა, ვინც მონაწილეობა მიიღო იმაში, რომ ეს მოლაპარაკებები გაეადვილებინა ამა თუ იმ ფორმით. თითოეულ ასეთ ადამიანს ვუხდი მადლობას საჯაროდ, რადგან მათ გარეშე დღევანდელი ხელმოწერა ვერ შედგებოდა. იმ ამბავს, რომელიც ჩვენი მოხუცებულები, ბაბუები და მამებს უნდათ გადაცემა ამ საქართველოსთვის ამ მამულის. ეს იყო პირველი ჩვენი მიზანი მთელი ემიგრაციის. და დღეს მართლა ძალიან მღელავ რო იცოდეთ. ვფიქრობ, რომ ეს ამბავი დასრულდა და კმაყოფილი ვარ ძალიან. მე დღეს ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, რამე თუ ხელი მოეწერა ლევილის მამულის საქართველოსთვის დაბრუნების დასკვნით აქტს და გამთლიან და ისტორიული ხაზი ასრულდა წინაპრების ანდერძი, რომ მამული უნდა გადაცემოდა დამოუკიდებელ საქართველოს. ეს პროცესი 25 წელი გრძელდებოდა. მე მინდა ყველა ღირსეულად მოვიხსენიო, ვისაც ამ პროცესში აქვს თავისი წვლილი მიღებული. მე მინდა მადლობა უნდა უთხრა კომისიის დღევანდელ წევრებს, ქალბატონ თეატრულუკიანს, რომელსაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ამ დღეში, ასევე ბატონ გოჩა ჯავახიშვილს, ჩვენ საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს საფრანგეთში და მინდა უთხრა ყველას, რომ დღევანდელი დღე მთელი სულიერი არსით მინდა რომ გახდეს ინსპირაცია უფრო დიდი ტერიტორიების დაბრუნებისა საქართველოსთვის სიბრძნით და ღირსებით. Sous l'ours des Géorgiens